ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება შეეჩერებინათ მცირე ზომის გემი, რომელიც მიემართებოდა ღაზის სექტორისკენ. არსებული ინფორმაციით ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, რომლის ჩატანა სურდათ აქტივისტებს ღაზაში. აქტივისტებს შორის იყო გარემოს დამცველი გრეტა ტუნბერგი, შვედი აქტივისტი, ცნობილი, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას მანამდეც ავრცელებდა ანტისემიტ გრეტას და მის კოლეგებს, რომლებიც აჟღერებენ ჰამასის პროპაგანდას ვეუბნებით ნათლად. დაბრუნდით უკან ღაზაში თქვენ ვერ მოხვდებით. დაწერა პლატფორმა X-ზე ისრაელ კაცმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი კოალიცია თავისუფლების ფლოტილიის გემი 1 ივნის სიცილიიდან გავიდა. მათი გეგმა სწორედაც რომ იყო ამ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა მცირე ზომის გემით. რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებდნენ, რომ ეს არის სელფის იახტა, რადგან გავრცელდა სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო, რომელსაც აქტივისტები იღებდნენ სწორედ ამ გემიდან. ისრაელის ძალებმა დააკავეს ეს გემი და ასევე გაავრცელეს აქტივისტების ვიდეო, სადაც ვხედავთ ჩვენ მათ. ამ აქტივისტებთან ერთად ასევე არის გრეტა ტუნბერგი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, შემდეგი აღწერით, სელფების იახტაზე ყველა უსაფრთხოდ იმყოფება, მათ მივაწოდეთ სენდვიჩები და წყალი, შოუ დასრულდა. ასეთი კომენტარი გააკეთა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ბოლო ინფორმაციით ისინი ამჟამად ისრაელში იმყოფებიან. მანამდე აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მუქარა, რომელსაც ახორციელებს ისრაელი. ისრაელი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს გენოციდის განხორციელებაში პალესტინელების წინააღმდეგ და აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო სამართალს. რაც შეეხება სხვა ჰუმანიტარულ ჯგუფებს, უკვე არაერთი თვეა ჰუმანიტარული ჯგუფები, ასევე მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისრაელს მოუწოდებს, რომ გახსნას გზა ღაზის სექტორისკენ. მოგეხსენებათ მას შემდეგ, რაც დაიწყო უკვე სახმელეთო ოპერაციაც ისრაელის არმიის მიერ ჰამასის წინააღმდეგ დაბლოკილი არის გასასვლელი, ყველანაირი გასასვლელი ღაზაში. სწორედ რის გამოც არ შედის ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, მათ შორის საკვები და მედიკამენტები.